მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის და გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ მე ვხედავდი, რომ კარგავდი სამშობლოს. მე მაინტერესებს თქვენი აზრით რა შეიცვალა ქვეყანაში, მას შემდეგ რაც შემოხვედით პოლიტიკურ სივრცეში. ჩემი აზრით, პირველ რიგში ხალხს დაუბრუნდა რწმენა. რწმენა იმისა, რომ შეიძლება ეშველოს. ჩემო თანამებრძოლებო, ჩვენ ერთად შევხვდით უკეთეს მომავალს და ერთად ალისყურებთ ქართულ ოცნებას. ამ წუთებში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების პრეზენტაცია მიმდინარეობს. ფრანგული გავლენიანი გამოცემა ლამონდე ბიძინა ივანიშვილის წერილს აქვეყნებს. წერილში ბიზნესმენი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად საუბრობს. ჩვენი სტრატეგია ეფუძნებოდა ჩვენს ძალიან ღრმა რწმენას, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა იყო განწყობილი მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ დღემდე ვერ ახერხებდა ფოკუსირებას, კონცენტრირებას ერთი პოლიტიკური ძალის გარშემო. ქართულ პოლიტიკაში უეცრად გაჩნდა ადამიანი, პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც გააჩნდა ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ქართული არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი გარემო და სისტემა არ იყო მზად იმისთვის, როგორ უნდა ეპასუხა ასეთი გამოწვევისთვის. ამ ხელა მატერიალური სახსების მქონე ადამიანის გამოჩენამ მოახდინა მთლიანად, თქვათ, გადახარშვა ყველა არსებული, თითქმის ყველა არსებული აქტიური პოლიტიკური პარტიისა, ოპოზიციური პარტიისა მყისიერად. მან არჩია საკუთარი პოლიტიკური ადგილის დამკვიდრება ქართულ პოლიტიკაში რიგითი, ბინძური, ხერხებით მოთამაშე პოლიტიკოსის მეთოდებით. კითხვას დავსვა. როგორ აფასებს ოკუპაციას ქვეყნისას, არის თუ არა ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებული და მეორე კითხვა უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველოს ნატოში. თავარი მიზანი ამ ადამიანს როგორც ჩანს არის სურვილი იყიდოს საქართველოს. საქართველოს რო არ იყიდება, ეს დიდი ხანია დადასტურდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს უკვე გაჭრილი კარტია. ესე იგი, პერსპექტივა უკვე აღარ ავითარ, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, პერსპექტივა არც 4 დღის წინ ქონია და არც 5 დღის წინ ქონია. ივანიშვილის გამოჩენისთანავე აშკარად სერიოზული ქაოსი შეინიშნებოდა ხელისუფლების საქმიანობაში, ოპოზიციის საწინააღმდეგო საქმიანობაში. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. უკვე დღეიდან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად შეუწყდა. პროცედურა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივანიშვილმა საკუთარ განცხადებაში დაადასტურა, რომ ის რუსეთის და საქართველოს გარდა საფრანგეთის მოქალაქეცაა. საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის შესაბამისად კი პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაში შევა, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს. მოქალაქეობის შემართლობა იყო წმინდა წყლის სამართლებრივი ნაბიჯი და აბსოლუტურად სწორი იყო სამართლებრივი თვალსაზრისით. პოლიტიკურად და საზოგადოების თვალში იყო ცალსახად წამგებიანი ნაბიჯი და ეს თავიდანვე ძალიან სწრაფად გახდა ნათელი. ამ პროცესში ჩვენ ვნახეთ ღია და უხეში მეთოდები, როგორც იყო ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, როგორც იყო სპეციალური კანონების შემუშავება ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, ეს პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები და ეს სადამსჯელო ორგანოს შექმნა კონტროლის პალატაში მონიტორინგის ქვედანაყოფის სახით, ეს სიახლე იყო. სქემა, რომლითაც ქართული ოცნება იურიდიული პირისგან კანონმდებლობის გვერდის ავლით ფინანსდებოდა კონტროლის პალატამ გამოავლინა. მიგვეჩნია, რომ სახეზეა თვალთმოქცური გარიგების ნიშნები. ჩვენ მივეცით წინადადება ქართულ ოცნებას, რომ ეს თანხები, რომელიც უკანონოდ აქვს მიღებული და სახეს იღებს როგორც შემოწირულობა, უკანონო შემოწირულობა, უკან გადაურიცხოს ამ ორგანიზაციას. მილიარდერისგან დაფინანსების მიღებას პოლიტიკური პარტიები თავდაპირველად უარყოფდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატამ ფაქტი გამოააშკარავა, 4 პარტიის ლიდერმა ივანიშვილისგან 4.400.000 ლარის მიღება დაადასტურეს. სატელიტური ანტენების ნაწილს აყადაღებენ, ნაწილს კი გასაყიდი დახლებიდან აქრობენ. დღეს ლილოს ბაზრობიდან სატელიტური თეფშები გაიტანეს. ზალადობა, შანტაჟი, კერძო საკუთრების ჩამორთმევა, შეჭრა.
თქვენ უყურებთ პირველ გვერდს განჩინების და მეორე გვერდს უბრალოდ. შეკვეთილი ლანჩხუთი, მარტვილი, სენაკი, წყალტუბო, თელავი, ყვარელი, ვანი, სამტრედია, თბილისი. საქართველოს რეგიონებში დაყადაღებული სატელიტური თებშების რაოდენობა 60,000-ია. კომპანია Global TV ზარალმა კი უკვე 6 მილიონ ლარს მიაღწია. საქართველოში არასდროს არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, როდესაც მაგალითად წინასაარჩევნოთ რომელიმე კანდიდატი ადამიანებს პირდებოდა, რომ დამიწერეთ ფურცელზე რა გინდათ და არჩევნების შემდეგ მე ამას გიყიდით. ხა ეს პირველი იყო, ამიტომ თელ სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემას მოუწია ასეთ უცნაურ გარემოებებზე რეაგირება, ხანდახან ეს რეაგირება იყო სწორი, ხანდახან ეს რეაგირება იყო არასწორი. ხელი გაწიე ბიჭო. ხელი გაწიე ბიჭო. ხელი გამიში ბიჭო. ხელი გამიში ბიჭო. ხელი გაწიე ბიჭო. ვისუკა ბიჭო. ვისუკა ბიჭო. ვისუკა ბიჭო. შეგამორდი ბიჭო. თავისუფლება მედია. თავისუფლება მედია. თავისუფლება მედია. ხელისუფლება იმაზე რო წავარო თებშების დაპატიმრებას დაიწყებს, ბუნებრივია ადამიანების დაპატიმრება ახლა, დარბევები ახლა. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ამის გამო არ შეიძლება ახლოს გუსტ. გამგებელს აქვს 5 თევში. მე ერთი რომ მქონდეს რა მოხდებოდა? არ შეიძლება? ამისთან არავე მე არც წამიკითხავს, არც გამიგონია და იმედი მაქვს რომ მე ალბათ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. რატო არ შეიძლება რომ საგამოძიებო მოქმედებები წარდგეს? თებშების საკითხი იყო პირდაპირ მოსყიდვა ამომრჩევლების. ამიტომ აქაც თვითონ გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური. როგორ შტაბ-შტილებას ტოვებ საზოგადოების თვალში, აი აქ ამ საკითხის პრეზენტაციაში ეს იყო შესრულებული ისე, რომ ამით წააგო ხელისუფლებამ და მართლმო ძალამ, თუ ამაზე საუბარი. თუმცა ეს არ ყოფილა მთავარი საკითხი არჩევნების. ბიძინა ივანიშვილის ბოლო დაჯარიმებიდან ჯერ 2 თვეც არ გასულა და თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი დღეს კიდევ 20,438,827 ლარით დააჯარიმა. თავისთავად არის იმ შიშის გამოხატულება, რაც სააკაშვილს აქვს. იცის, რომ აგებს არჩევნებს და გადავიდა აბსოლუტურად ძალისმიერ მეთოდებზე. სხვა აღარაფერი დარჩენია. ტახით ალაძეს დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა კი დღეს ამოეწურა. შესაბამისად, დღეიდან იწყება იძულებითი აღსრულების პროცესი. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს იძულებითი აღსრულების ფორმებს. შეგახსენებთ, ალაძის საბანკო ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ივლისს დააყადაღა. 10 აგვისტოს კი აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პირადი ანგარიში და ნაღდი ფულის გატანის და მისი ქართულ ოცნებაში გადარეცხვის მოტივით ალაძე 17 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდა. ძალიან ბევრ მხარდაჭერს დაუყადაღეს ყოველგვარი ქონება, ანგარიშები, ხდებოდა ამ ქონების აუქციონზე გატანა და მერე თავისივე კომპანიებით ყიდვა, რომელიც კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსი იყო. მეც პირადად შემეხო ეს ყველაფერი, ფაქტიურად სულ რაღაც 2 კვირის წინ მომეხსნა ყადაღა ანგარიშებზე და ქონებაზე, რომელიც დაყადაღებული იყო. იგივე სიტუაციაში იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სხვა ბევრი ჩვენი მხარდამჭერი. მეორე დღეა ხელისუფლება ქართული ჯგუფის აქციების 100%-ს ყიდის. მათ შორის მეცხრე არხის შენობას 300 არაგველის ნომერ 1-ში, რომელიც ქართული ჯგუფის საკუთრებაა. უკვე ცნობილია, რომ დაკისრებული ჯარიმა ივანიშვილმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, თუმცა უცნობია თავად კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის პოზიცია. აპირებს თუ არა დაკისრებული ჯარიმის გადახდას. მე 10 მილიონი უკვე გადავრიცხე გუშინ. დღეს სრული თანხა პირველი დაკისრებული ჯარიმის 80 მილიონი მთლიანად გადავრიცხე იმ ანგარიშზე, რომელსაც სასამართლო მიუთითებს. ბიძინა ივანიშვილს 2010 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 82 მილიონი ლარი აქვს გადახდილი, რაც ქვეყნის ბიუჯეტის 1%-ზე მეტია. საჯარო აუქციონზე შეპეცე ბურჯის უძრავ-მოძრავი ქონების საწყისი ფასი 5 მილიონ 153,000 ლარია. აქტივების საბაზრო ღირებულების ნახევარფასად 10 დღის განმავლობაში იყიდება. ბევრისთვის ეს დიდი ფული გახდა გამსაზღვრელი ფაქტორი, მათ შორის პოლიტიკური არჩევანის გაკეთების დროსაც. ამიტომ, როდესაც პატარა ქვეყნის პოლიტიკაში, განსაკუთრებით ისეთ გარდამავალ და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ დემოკრატიაში, როგორც ჩვენ ვართ, შემოდის
პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, უფრო დიდი ფინანსური რესურსი, ვიდრე მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტია, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის აჩენს პრობლემებსაც, აჩენს საფრთხეებსაც და ალბათ ამითიც იყო გამორჩეული ეს წინასაარჩევნო პერიოდი, რომ საქართველოს პირველად მოუწია ამ ახალი ტიპის გარემოში გავლა. აი ახლა ბიძინა ივანიშვილი ჩადებს მილიარდს სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. იქნება ნულოვანი კრედიტები, მრავალწლიანი. ჩვენი აი კარდაკარ ვინც დადიოდნენ და ჩვენი მონაწილეები დაივლიან და აღწერენ ყველა დანაკარგს და რეალურს, რაც აქვს ხელისუფლებას და არ იქნება სწორი, შევადარებთ, ვაჩვენებთ რეალურს და ვაიძულებთ რომ გადაიხადონ. რამდენადაც ვაჩვენებთ რეალურ დანახარჯებს და რეალური ფულის წყაროს. მე ვიხდი ყველა ფულს და არის ამისი გზა. ირიბის გზა ვნახეთ და კეთილინებო ყველას ყველაფერი გადაუხადოთ. არა კაცო. მეკონე ივანიშვილის რო ჩემ შეხვედრას. არც ხალხმა გამაჩერა რაღაცებს მეკითხებოდნენ და უცბად მოვიდა და ახლა. აი პირველად ვნახე, მაინტერესებდა და მეც დავინახე. და რა გაიგე? არაფერი, ჩემს ვიდექი საქმეს ხალხი რაღაცებს მეკითხებოდნენ, მოვიდა და ნუ აქ აღმოჩნდი ახლა. აი სესიაშვილი ჩემ პირდაპირ სურათს გადაგაღებინებს და ეგეც მაინტერესებს. სადაც მაქინდა საკითხი არაფერი არ მაქვს. მე არ მაქვს თქვენ დასალაპარაკო, თქვენ კიდე სააკაშვილი შეეგიქით. 4 დღეა. ზეკ ჩამოსული. გამატარი იქ. გამატარი ფავრობისებია გამატარი. დამალაპარაკე ზეთუნახავი. ზეთუნახავი და ძალიან კარგი საქმე. მიშენებულია და მომწონს 200 ლარი. დანარჩენքը შეიძლება ჯიბეში. იცი რა? დავარიგე ჩხამქებიკატების საწვავი, ვარიგებ თვილს, საკვე პროდუქტებს. ერთი წუთი დამაცა სახურავს დაგეთ კატეგორიებს ვიღებთ ფულად კომპენსაციას ვიღებთ ხალხი კრედიტი გადაუვადება ერთი წუთი და სახელმწიფო და ერთის კრედიტი ეს საკმარისი იქნება ჩვენი ველაფერი კეთდება რისი გაკეთება შეიძლება ჩვენი მთავარი სტრატეგია იყო გვესაუბრა იმ თემებზე რომელიც აწუხებდა ხალხს და მე ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში გამოიკვეთა რომ მართლაც ხალხისთვის მთავარი და განსაზღვრელი აღმოჩნდა სოციალური პრობლემატიკა, განსაზღვრელი აღმოჩნდა ეკონომიკური გარემო, განსაზღვრელი აღმოჩნდა უმუშევრობა, დასაქმება, გადასახადების დონე, ყველა ის საკითხი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა ოჯახისთვის არის მნიშვნელოვანი. სტიქიის ზონაში რჩება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელი და საგანგებო შტაბის უფროსი სოფელ ვაჩნაძიანში სტიქიისგან დაზარებულ ციკლაურების ოჯახს ესტუმრა. სრულად კომპენსაციას ვერ მოვახდეთ, მოგეხსენებათ რომ რა თქმა უნდა კაცო. ამაზე დიდი მადლობლები ვარ ჩვენ რა. სტიმული მოგოცით ახლიდან ცხოვრება დაგვეწყო რა. მოკლედ უფლება აღარ აქვს, ესე იგი, პესიმიზმის ხო? რა თქმა უნდა. წინა წავიდეთ. არ უნდა გავჩერდეთ. აქამდე ასეთი პრაქტიკა იყო, რომ ცალკე თავისთვის იყო სოფლის მეურნეობის აკადემია და ცალკე იყო თავისთვის გლეხობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა რეგიონზე გადავანაწილოთ მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლები და ყველა რეგიონში 3-4 აკადემიკოსი იყოს ადგილზე და ადგილზე აზრდეს რეკომენდაციას გლეხს. სტიქიით დაზარალებულ რეგიონში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ ვაზის უბანში კალაურსა და ვაჩნაძიანში მოსახლეობა შეხვდა და ადგილზე გაეცნო როგორ მიმდინარეობსარეაბილიტაციო სამუშაოები. არავის არ უზრუნია ესე ხალხზე როგორც თქვენ აზროვნებთ. მე ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ აი ეხლა და მთავრობის. აუცილებლად უნდა იაროთ ექიმთან ყოველ წელიწადში ერთხელ მაინც გაეშინჯოთ იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მე ის. რა თქმა უნდა. რაც შეიძლება ვიცი დარჩა ყველასთვის ჩვენ გვინდა გაკეთდეს ბაზისური პოლიცია, იმიტომ რომ ოჯახში ყველანი იყო დაზღვევები, მთავარი არის ჯანმრთელობა. თუ ოჯახი იქნება ჯანმრთელი, ოჯახი იქნება ძლიერი, შესაბამისად თერი საქართველო იქნება ძლიერი. სასურსათო პაკეტები თითოეულ დაზარალებულ ოჯახს კახეთის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად პროდუქტების დარიგება დილიდან გრძელდება. დახმარება ავიღეთ ზეთი, 2 ბოთლი, ისა მაკარონი, 1 პაკეტი და 5 კილოგრამი შაქრის ფხვნილი. შუამთობის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშნა აჭარის მაღალმთიან სოფელ ბეშუმში ტრადიცია. როგორ ახალ? გამარჯობათ. ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ახალი კურორტები, ახალი სკოლები, ახალი უნივერსიტეტები, არსებული გვაქვს გასაუმჯობესებელი. ჩვენ შვილებს უნდა მივუწევთ საუკეთესო განათლება, ახალი საავადმყოფოები, ახალი ამბულატორიები. ყველა ხეობაში უნდა მივიდეთ კარგი გზით. ყველა ადამიანს უნდა ქონდეს სოციალური და სამედიცინო დაზღვევა. ყველას უნდა შეძლოს თავის შვილი გააგზავნოს საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტში და უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტში.
ეს არის სააკაშვილის დღესასწაული. აი ამ ტიპის დღესასწაულები მოსწონს სააკაშვილს. ეს კაცი არის და მისი იდეოლოგია არის მოწოდებული რომ გახლიჩოს საქართველო და დააბირთვიროს ქართველი ხალხი ერთმანეთს. ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა წელს ჩხუბითა და დაპირისპირებით დასრულდა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბეშუმში გამოჩენამ საგანგებოდ მობილიზებული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია. მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბარავოთ და გაგრევინოთ. ჩვენ მოწინააღმდეგეს. გონია ეგონა რომ ხალხს დააბოლებდა. ეგონა რომ დაანახებდა ესე შორიდან $1 კუპიურას, ან 1 მილიარდიან კუპიურას და ხალხი ამას გამოეკიდებოდა და ყველაფერზე უარს იტყოდა, ყველაფერს დაივიწყებდა. ამ ბავშვის მომავალს, წარსულის მუმიებს და ჯოჯოებს არ გადააბარებს. არასწორ მანევრზე გააჩერე? არ პასუხი გამეცი ადამიანი საბრეკ ხორს. ერთო თქვენ ხო დაგავალეთ არა? რა დავალებობა? ანუ რა გაჩერე? ისთვის ახავთ? ისთვის ზანდები? მე არა ვარ კოპ. მე თქვენ დასახმარებლად მოვდივარ, მე თქვენზე არა ვარ ნაწყენი და მინდა რომ კარგად გავარკვიო. აი ისთვის მოხდით თქვენ, ისთვის გაგვაჩერეთ. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ვამპირები, პოლიტიკური წარსულის მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან სანამ საქართველოს მიდის. ჟურნალისტების დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რეალ TV-ს კამერით. ყველას ესაუბრები ჩვენს გარდა, ხალბატონო რეგადა. თქვენ გააკეთეთ კომენტარი და შეიძლება შეიცვალოს როლები და კამერა ხალბატონ ეკას გადააბარონ და თქვენ მიკროფონი ჩაგაბარონ. თქვენ გააკეთეთ კომენტარი ყოველივე. ჩვენი დუმილით ადასტურებთ, რომ რასაც გეუბნებით ეს არის სიმართლე? წაიყვანეთ, გინდათ რომ უთხრათ რომ მანქანაში წამოდი გავეცალოთ ამ ხალხსა და ანუ ინფოცხას ხალბატონო ეკა როგორც ვიცით ქართული ოცნება აფინანსებს ხო ამასთან დაკავშირებით რა. ვერ აღგეთ პატიცემული თითოეული კითხვა. ვერ აღგვეტყვით. იმასთან დაკავშირებით რომ ინფოცხას ქართული ოცნება აფინანსებს. რა აღგვეტყვით ამასთან დაკავშირებით. გასაგებია უკვე დუმილით გავგვეცეთ. ანუ თქვენი დუმილით თქვენი გაქცევით ადასტურებთ. ინფოცხას საქმიანობით რეალ TV-ს ჟურნალისტიც დაინტერესდა საინფორმაციო სააგენტოს გადამღები ჯგუფი ლანჩხუთში. საფომ გელოძის ქუჩის ნომერ 22-ში რეპორტაჟს ამზადებდა. ხალხს არასწორ ინფორმაციას აწვით. რას აწვით ხალხს? რომ მიდიხართ რას ეუბნებით? არაფერს არ ეუბნებით. ოცნების კოშკებს უგებთ? ინფოცხრის ჟურნალისტებს ისევ დაძდევენ დაუდრენელი გადამღები ჯგუფები. მუშაობის საშუალება მომენტი რო დასრულდება მაშინ მილი. დინარი გლორია თითავაშვილი. ჟურნალისტი კი არა ტერორისტები არიან. პროფესიით ხარ ჟურნალისტი. ჟურნალისტიკის საფუძვლები იცი? რა არის დედუქციური მეთოდი მითხარი? იცი რა არის დედუქციური მეთოდი? მიპასუხე. შეხარ გაუნათლებელი ჟურნალისტი. მიშა, ხალხს აღარ ჯერაო შენი. შენ უნდა წახვიდე. ლოგინი აღარა მაქვს. რას მოგიტა სიმონიში? რა მომიტანა სააკაშვილმა იმასი მოიტა სიმონიში ქალბატონო ალექსანდრე ნატროშვილის ქუჩაზე ხარ რომლის პუტინის წარმომადგენელმა დაასამო სადა ნატროშვილის ქუჩა აგერვა არ შეცხოვა. გასწორებო ის ბიჭი შეეწირა იმო. გაიგე. სააკაშვილის საერთოდ მაგას რა ხო? სააკაშვილის ნაბიჯვარი ივანიშვილი. ნაბიჯვარი უსამართლო საქმე მოვიდე და დამაკავე. უსამართლო საქმე ვიდე დომინოს თამაშობს და დამაკავე. ეს მათხოვრები ეგენი ამდილას სახში შემომიჩინე. ბავშვს რა უყავით? ბავშვი მაჩვენე. აქტიურად ყოველ დღე 4-5 ქართული ოცნების აქტივისტი მხარდაჭერი ხდებოდა ციხეში ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. შემოხაზეთ ნომერი 7 1 ოქტომბერს. ჩვენ გენაცვალეთ გაუმარჯოს და კახაკალაძეს. სასამართლოში ქართულ ოცნებას და კახაკალაძეს გაუმარჯოს. ძალიან მაღალი ხარისხის ემოციური დაპირისპირება და ეს ემოციური დაპირისპირება იყო ორივე მხრიდან.
მე მაგალითად საარჩევნო კამპანიის დროს ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, სადაც მოსულან ქართული ოცნების მხარდამჭერები, გაუკრიტიკებიათ ეს ხელისუფლება, გაუკრიტიკებივართ მეც მათ შორის, მქონია ძალიან ემოციური საუბარიც. მე ამისთვის არ დამირქმევია პროვოკაცია, იმიტომ რომ თუ ადამიანს რაღაცა აწუხებს, ის მოდის შენთან და გამოთქვავს საკუთარ უკმაყოფილებას. გაგინდა ხო შენ? გასვია რა მინდა ვიდეო, გასაბადა ენა, კანჭერი. მე ბალაკი კულტურა. ანგა და ჩავანდა გიგნეს საბამ კუჩმე გიგნეს. გიგადა. არაბელია ხაშებელოს. წადი რა, გვაცალეთ, წადი. მამაცი რა, ასკადა. მისეუნები მონახიდავლენ ხარ რატო დგახარ რა? ისეთი ქართველი მინდა ამ ხალხისთვის ვინც ამათ გაჭირება საქმეს გააკეთებს და მაკანი გავაკეთე მე რიგება ეს იყო ოპოზიციის ბრძოლა იმისთვის, რომ მოეპოვებინა ელემენტარული უფლებები პოლიტიკური კამპანიის, პარტიების დაფინანსების, ჩვენი აქტივისტების ხელშეუხებლობის და ელემენტარული პოლიტიკური თავისუფლებების. აკიტვალები ხარ და მონები ხარ. რა გინდა? ბიბიცა შენი და დაიწყე დაკიმო. გამოდი დაკიმო. მოდელის დაბა. ვირატო მოდელის დაბა. კამერა მოსწეთის ბოზებო. რა? ამელა გამიხარ. ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში არ იყო არჩევნებამდე მისვლა. ანუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ არჩევნებამდე მივსულიყავით. და ესეც მოხდა საბოლოო ჯამში. კარგად შემოხვედო სააკაშვილა რამდენი ვარ? კარგად შემოხვედოს იმ შიშარაკაცმა, რომელიც დიდი ხანია უკვე საკუთარ მოსახლეობას პირისპირ ვეღარ ელაპარაკება და მხოლოდ ზონდერებით ზურგამაგრებული. მე ვარ ბიძინა ევენიშვილის პირადი მცველი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბიძინას დავალებით ჩვენი უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდა ქართული ოცნების წევრების საუბრების ფარული მოსმენა და ჩაწერა, რაზეც მე მიმწვდებოდა ხელი. ამ ჩანაწერებს მე გადავცემ ტელევიზიას, რათა გაიცნოს საზოგადოებამ რა სისრულეს წარმოადგენენ ესენი. და მაგაზე ინფორმაცია მივეც იმას, რა ქვია, ანჯიკიძეს, ხო? მაგის მე მაგისი მე მაგისი. რა შვები ბიჭო? რა ვიცი ბიჭო, შერაშო. რა ვქნა მე, წავიდე, არ წავიდე ამერიკაში, წავიდე ბრუსელში, არ წავიდე ბრუსელში. ეს ვინ არის ბაშური ხო? გამოვკლებ. ეს დღეში ვარ დილიდან 5-დან ღამის 12-მდე სულ ყოველ დღე. შენ ეხლა მე რა ვქნა მე? აი მე რა. რა საქართველოს გავაყაზახეთში მოგევიდეთ შეიძლება შევარო. ხილი იქნება, სასმელი იქნება. პრეზიდენტური მინდა არაფერ მაგის დედაც
მაგას არ გადავაყოლოთ ჩემი ცხოვრება. ფული უნდა ვიშოვო რა, მილიონერი უნდა გავხდე. და ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, რომელმაც დღეს კომპრომატები გაავრცელა, გაუჩინარებული ამის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში გურიანიუსი ავრცელებს სააგენტოს ცნობით ოჯახი ამ წუთებში ადვოკატებთან ერთად ცდილობს სურმავას ადგილსამყოფელის დადგენას. ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას მეუღლე მაკა ლობჟანიძე საუბრობს, რომ მისი მეუღლის ადგილსამყოფელი უცნობია. მისივე ინფორმაციით ის სამართალდამცველებს ყავთ აყვანილი. დაკავების მიზეზი ლობჟანიძისთვის უცნობია, ამბობს, რომ მიმართვა, რომელიც დღის მეორე ნახევარში გავრცელდა, ძალდატანების შედეგია. 27 სექტემბერი დილის 4 საათი. სათვალთვალო კამერაში ჩანს, რომ ბესო სურმავა ბიზნეს ცენტრის წინ BMW-ს მარკის ავტომანქანაში ჯდება. ამ მანქანის მასში მსხდომი ადამიანებისა და ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის კვალი სწორედ აქ იკარგება. ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ სურმავა არაპირებდა ვინმეს წაყოლოდა, ისიც აძლიერებს, რომ ყოფილ სპეცრაზმელსა და დაცვის წევრს პირადი და სამსახურებრივი ნივთები ოთახში აქვს დატოვებული. დაკავებული არაა ჩემი შვილი. გადაცებული. სურმავას გაუჩინარებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ვიდეო მიმართვა ხონის პოლიციაში იყო ჩაწერილი. ამის გადამოწმების საშუალება დღეს მეცხრიარს არ მისცეს. შეკითხვაზე ხომ არ ყავთ სურმავა ხონში დაკავებული, ადგილობრივმა პოლიციამ სამინისტროს პრესამსახურში გადაგვა მისამართა. აქ კი არ ჩვენს სატელეფონო ზარს და არც მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არავინ გამოხმაურებია. პრესსაც მიმართეთ. უშედეგო გაგზავნეთ. ფაქტიურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობდა არჩევნებზე. მოგელაძე მოგეხსენებათ ერთი მხარე ძალოვანი სტრუქტურები აბსოლუტურად პოლიტიზირებული იყო ამ პროცესში ტოტალური მოსმენები ეხლა ჩემი ფაქტიც არის საკმარისი ეხლა ჩამოთხარეს ზემოდან სახლი და მე ბოლო ერთი კვირა ტელევიზიების მეშვეობით ამას ატრიალებდნენ ახალი ვიდეო მასალა კადრები ამჯერად არასრულწლოვანთა კოლონიაშია გადაღებული და მასზე აღბეჭდილია არასრულწლოვანების ცემისა და არასათანადო მოპყრობის კადრები. ბიჭო, არ უნდა თქვა? ხელები უკან დაიწვე. კიდევ ერთი ვიდეო მასალა, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. Rahar? Kurdiva! Rahar? Kurdiva! Rahar? Kurdiva! Sotsxer vaqtraksi? Kurdi xar mains? Kurdiva! ამ ხელისუფლების სიმბოლოს ეს არის სააკაშვილის სიმბოლო, ეს არის სააკაშვილი და ესე უნდა დაიწყო. სააკაშვილის მარადიული ცეცხლი. ესე მხოლოდ და მხოლოდ მისი. პოლიტიკური არ იყო ცოცხები რა, მხოლოდ ზნეობრივი იყო და პრაქტიკულად ყველა აპოლიტიკურმაც მისცა რეაქცია. Erkina. Erkina. Მოიჯო ბიჭო. გამოიგე. შემოტრიალდი ადექი გასწორდი. შემოტრიალდი გასწორდი მოწიე. მოწიე. რამე ფაქტორმა ითამაშა გარდამტეხი როლი საბოლოო ჯამში, გარდამტეხი. კიდევ თქვი ვიზარებ, მარტო ერთი ფაქტორი ვერცერთი ვერასოს. ეს იყო ბუნებრივია ის საშინელი კადრები ციხესთან დაკავშირებით, რომელიც იქნა ნაჩვენები და რომელმაც საზოგადოებაში ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია და
თუ კი რომელიმე ერთ ფაქტორზე შეიძლება ლაპარაკი ბოლოს რომელსაც გადაწყვიტა არჩევნების ბედი ეს იყო უდავო. ბეკა არ არის მიშისტი ბეკა გმოს მიშას ბეკა დაგმე მიშა დაგმე მიშა ძალიან საინტერესო დაგმე მიშა ბეკა დაგმე რო წეულია ეს ხელისუფალი რომელიც დღეს ბიჭებს აუპატიურებდა წევდა არ არის ქრისტიანული მამაო ძალიან შენ ბიჭო მე რას მასწავლეთ ყველა კაცო მეგეკითხე ბიჭო შენ დაგმე ხელისუფალი რომელიც ბიჭებს წადი მაშინა ხიდა წადი აქედან შენ პატარა მიშა რა აი ამ ხელა მიშა წადი აქედან წადი რა თქმა უნდა მე ძალიან კარგად მესმის იმ ახალგაზრდების ვინც აპროტესტებენ ძალადობას მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო კითხვა რომელიც გუშინ იუსტიციის სახლის გახსნისას დავსვი ვის უფრო მეტად ანდობთ თქვენ რომ ქვეყანას გაიყვანს საბოლოოდ სამშვიდობოზე ხატია დეკანოიძეს ეკას გულაძეს გიორგი ტუღუშს თუ გოგა ხაინდრავას და თამას თამაზაშვილს ვინ უფრო გაიყვანს საქართველოს სააშკაროდო რუსეთის ფულით შემოსული რუსული კომპრომატით რუსული მეთოდებით მებრძოლი ხალხი ვისაც უნდა დაგობროს პუტინის რუსეთში რომელიც არის უსამართლობის სადაც ის რაც ჩვენ ვიხილეთ 4 დღეში ხდება ყოველ დღე ყველგან მაგრამ ის რაც ხდებოდა გდანის ციხის სარდაფში ეს ხვალდაზე თუ იქიდან გამოძვრა თამაზაშვილი და დაინიშნა ამ გოგონას ადგილზე როგორც ჩვენ გვპირდებიან და როგორც ვერ გააკეთებენ ის გახდება ჩვენი ყოველდღიური რეალობა აი ამ შენობების გარშემო ჯონ მაკეინი ქართული ოცნების ოფისში ცოტა ხნის წინ ამერიკელი სენატორი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა საქართველოში ვიზიტი სენატორმა სწორედ ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო და პირველი კოალიციის ოფისში მივიდა ბიძინა ივანიშვილი მაია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანია დავით უსუფაშვილი ამ შემადგენლობით იყო ქართული ოცნება დღეს აუდიენციაზე წარმოდგენილი მაკეინთან ერთად კოალიციის ოფისში ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი სენატორი ჯო ლიბერმანი და ამერიკის ახალი ელჩი მარტო ამერიკელები არა, ევროპელები ძალიან აქტიურები იყვნენ. ანუ მათი მთავარი ინტერესი და ამოცანა იყო რომ მოეხდინათ, ანუ მოლოდინი ქონდა ძალიან ცუდი. ჩვენ მოვუწოდებთ რომ საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ამას სერიოზულ ყურადღებას მივაქცევთ. ასევე დავეყრდნობით იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ იმ პერიოდში, როდესაც ხდება მომზადება არჩევნებისთვის. ისინი მუშაობდნენ და ძალიან ინტენსიურად, სხვათა შორის აი წინა არჩევნებზე მესტი რაღაც შეიმჩნევიათ. ძალიან ხშირად დადიოდნენ კოალიციაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე მხარესთანაც მათ ჰქონდათ მუდმივი კომუნიკაცია და მათი როლი საბოლოო ჯამში იყო ძალიან მაღალი, იმიტომ რომ მათი ფაქტორი შეიძლება ითქვას გახდა ერთ-ერთი საფუძველი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მეორე მხარეს ცხელი თავების შეჩერებისათვის. ჩვენი ქვეყანა წავა წინ და მოგიგვარდებათ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს გაწუხებთ. გადავწყვიტეთ, ჩვენი ყველა დიდი პრობლემა უმუშევრობა. ამ სენს შევებრძოლოთ და დავამარცხოთ. არავის არ მიეცემა სიტუაციის არების და საქართველოს წინსვლის შეჩერების უფლება. ამ არჩევნებში საქართველოს ხალხი აირჩევს მომავალ წარსულის ნაცვლად. დამთავრდა ამ რეჟიმს აღარ შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვას. ეს განაჩენი ხალხმა უკვე გამოიტანა და პირველ ოქტომბერს ამას გავაფორმებთ. და მივცეთ კანონიერ ძალას.
უკვე რამდენიმე წუთია საპარლამენტო არჩევნები დედაქალაქსა და რეგიონებში ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემა და საკუთარი არჩევანის გაკეთება უბნების დახურამდე საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ. უბნების გახსნამდე რამოდენიმე საათით ადრე 47 რაიონში პოლიციის უფროსებმა დაურეკეს ჩვენი საუბნო ჯგუფების წამყვან კოორდინატორებს და დაიბარეს დაკითხვაზე 2 ოქტომბერს დილის 10 საათზე მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი ყველა გადაწყვეტ მომენტში იღებდა ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას და ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი მრავალ ეთნიკური საზოგადოებისთვის. როგორც არასდროს ვარ დარწმუნებული ჩვენი ხალხის სიბრძნეში, ჩვენი ხალხის შორსჭრეტილობაში, გამჭრიახობაში. საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი ხალხი ახერხებს გააკეთოს ჭეშმარიტად დემოკრატიულთან ახლოს არჩევნები. მაინტერესებს მე რა გრანტიები უნდა ყოფილიყო ერთი ჩემი ვერა გავაკეთე გამოვართვისია და შეიძლება შეიძლება დავჯდო არა ბატონო საარჩევნით გეგმით დიჯეია საპარლამენტო არჩევნები 2012 ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია. ზუსტად დილის 8 საათზე გახსნილი საარჩევნო უბნები ზუსტად 20 საათზე იხურება და ეხლა უკვე ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება. არჩევნებმა ჩაიარა მართლაც ისეთ უპრეცედენტოდ კონკურენტულ გარემოში გამჭირვალედ და მე ვფიქრობ ის შედეგი, რომელიც დადგა, ალბათ საკმაოდ სამართლიანად ასახავს ამ მორჩეველთა განწყობას დღევანდელ დღეს. ეგზიტ პოლების თანახმად შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციამ, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ როგორც ჩანს, ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა საქართველოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. როდესაც არჩევნები დასრულდა, სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პარტიით ჩვენ წავაგეთ, ვიგებთ მაჟორიტარების ხარჯზეო, ეს რატო გაკეთდა? როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, მე მახსოვს ძალიან კარგად სამტრედიაში ვიმყოფებოდი, მაშინვე CSKO-ს წარმომადგენლებმა შეწყვიტეს დათვლა მაჟორიტარების ხმების ოლქებში შეწყვიტეს. ეს იყო მიზანმიმართულად, აი მაშინ გააპირეს, გაეყალბებინათ და მე ვფიქრობ ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც გაეყალბებინათ მაჟორიტარების ხმები. არ დაუშტინოთ. მამაო, გადაიღე, მამაო. რა მოხდა, მოვკვდებით? ცრებსადები გაზია, პროსტა, აუ, აგეწובה ხალები თქვა. ძვირფასო თანამემამულენო. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯავების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციამ. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე როგორც პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შეუწყო პროცესს იმისა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და პარლამენტმა შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მინდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის
ოპოზიციაში. საქართველოს ისტორიაში პირველად ქართულმა ხალხმა მოახერხა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო გლადიატორების შერკინება. და საბედნიეროდ ეს შერკინება არ დასრულდა რომელიმე მხარის, ასე ვთქვათ, სრული განადგურებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ორი მიზეზის გამო, ერთი, იმიტომ რომ მოხდა პირველად შეცვლა არჩევნების გზით ხელისუფლების და ეს იყო ფუნდამენტურად თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნები. ვიტყოდი რომ მართლაც ჩვენი ქვეყნის უახლოეში შეიძლება ოქროს ასოებით ჩაიწეროს ეს არჩევნები პირველი იმით რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ალბათ ყველას ჰქონდა განცდა რომ მაინც რაღაცა მოხდებოდა, რაღაც გაუგებრობა იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ნორმალურ დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებში ხდება. პრეზიდენტის რეზიდენციაში ვიყავი, მის კაბინეტში ვიყავი და იქ უყურებდით ტელევიზორს და აჩვენეს ვიღაც ადამიანების სინქრონი, რამდენიმე ადამიანი რომელიც ქუჩაში იყო გამოსული და ამბობდა, რომ აი ჩვენ ხმა მივეცით, ჩვენი სინდისით, ჩვენი რწმენით და საქართველოს წინ უნდა წავიდეს, ქვეყანაში დემოკრატია უნდა იყოს, ჩვენ გვიდა დემოკრატია, ჩვენ ხმა მივეცით ქართულ ოცნებას და ამ ყველაფერს რო უყურებდით და ამ დროს უკვე თითქმის ვიცოდით, რომ ვაგებდით არჩევნებს. პრეზიდენტს უთხარი, რომ მიშა გილოცავ ამ ქვეყანაში ამ 10 წელიწადში მართლა დემოკრატია ავაშენეთ მეთქი. იმიტომ რომ ეს იყო მართლა განცდა, რომ როდესაც ამ ადამიანების სახეებს უყურებდი. არ შეიძლება რომ გიხაროდეს, როცა არჩევნებს აგებ როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ როდესაც მე ამ ადამიანების ბედნიერ და დარწმუნებულ სახეებს უყურებდი, რომ მათ მართლაც თავისუფალი არჩევანი გააკეთეს და ხმა მიცეს იმას, ვისაც უნდათ რომ მიეცათ, მე მართლა იმის განცდა გამიჩნდა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დემოკრატია ააშენო და ადამიანმა თუნდაც შენ ოპონენტს მიცეს თავისუფლად ხმა, ვიდრე ის რომ შენ გაიმარჯვო როგორც პოლიტიკურმა პარტიამ.